პარლამენტის პლენარული ცდომა ტრადიციულად ოთხშაბათის განცხადებებს დაეთმო. უმცირესობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა გულგრილობაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით ნუგზარ ციკლაურის გატაცების ფაქტი დღემდე გამოუძიებელია. მან ყურადღება გასულ კვირაში ნაციონალური მოძრაობის ლიდერებზე თავდასხმებზეც გაამახვილა. ჩვენ ეს საკითხი რამდენჯერმე დავაყენეთ წინა სესიების განმავლობაში და ბატონო თავმჯდომარე თქვენგან, ჩვენი კოლეგებისგან, უმრავლესობისგან გვესმოდა, რომ ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებს უნდა მივცეთ საშუალება საქმე გამოიძიონ, ხელი არ უნდა შეუშალოთ, პოლიტიკური მოტივაცია და პოლიტიკური სარჩელი არ უნდა დაუდოთ ამ საქმის გამოძიებას, მაგრამ გასული დღეების განმავლობაში, კვირების განმავლობაში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ამ საქმის გამოძიებისადმი დამოკიდებულება გვაფიქრებინებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პროკურატურა არ არის დაინტერესებული ამ საქმის ობიექტურ გამოძიებაში, არადა ფაქტები თვალსაჩინო იყო, მოხდა პარლამენტის წევრზე თავდასხმა, 8 ადამიანი ღებულობდა ამ თავდასხმაში მონაწილეობას, გამოყენებული იყო სპეციალური საშუალებები მისი გატაცების მცდელობისთვის და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გამოძიება ერთი ნაბიჯითაც არ წასულა წინ და ვხედავთ აბსოლუტურ გულგრილობას პროკურატურის და სხვა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. TV3 ჟურნალისტების დაკავების ფაქტი დაგმო ნუგზარ ციკლაურმა. მან თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე გაამახვილა და ხელისუფლების მხრიდან სიტყვისა და საქმის შეუთანხმებლობაზე ისაუბრა. მან თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე გაამახვილა და ხელისუფლების მხრიდან სიტყვისა და საქმის შეუთანხმებლობაზე ისაუბრა. ხელისუფლებამ აი ცოტა ხნის წინ გუშინ წინ არასამთავრობოების და საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლის შედეგად ბოლოს და ბოლოს გამოთქვა ის ინიციატივა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში შეზღუდოს არჩევნებში მონაწილეთა სამართლებრივი დევნა. მაგრამ იმისათვის, რომ მორატორიუმის დეკლარირებულ პრინციპებს ჩვენ ვენდოთ, აუცილებელი არის, რომ გათავისუფლებული იქნან ამ დევნისაგან ხონის, დუშეთის, ადიგენის რაიონში პოლიტიკური ნიშნით დაკავებულები. და ძალიან მძიმე არის, რომ დღეს დილას კიდევ იყო დაბარებული პროკურატურაში საგარეჯოს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და ხოლო ჩვენი ძალისხმევის შედეგად შეჩერდა ეს დევნა და ასევე პროკურატურამ დღესვე აღკვეთი ღონისძიების შევიდა ბატონი რომან გახალაიას წინააღმდეგ. ამიტომ სიტყვა ერთი არის, როგორც ჩანს ჩვენი ხელისუფლების და ხოლო საქმე თქვა. არადა რა აქვს სათქმელი ხელისუფლებას, მას რომ მართლაც აეშენებინა თავდაცვის ზღუტეები, მართლაც რომ აეშენებინა 100 ქარხანა, მართლაც რომ შეემცირებინა ბენზინის ფასი, ან გადაეხადა საბანკო ვალები ჩვენი მოქალაქეებისათვის, ან განახორციელებინა ინფრასტრუქტურული პროექტები, ჩვენი ხელისუფლების სიტყვა და საქმე ასე კატასტროფულად, ასე დრამატულად, რომ არ დაშორებოდა ერთმანეთს და რომ ასე ცინიკურად არ ყოფილიყო მოტყუებული ხალხი, ალბათ აი ეს ზომები არ დაჭირდებოდა ხელისუფლებას და ასეთი დევნა. უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე სტრასბურგში ვიზიტისას გიორგი კანდელაკის მიერ გაკეთებულ განცხადებას რუსეთის აგენტობასთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა. ამ საპარლამენტო ასამბლეაზის ბატონმა გიორგი კანდელაკმა ძალიან ისე უაპელაციო დაგვაბრალა მე და ქალბატონ ეკა ბესელიას, რომ ჩვენ თურმე მოხდა ლუსტრაცია ქართულ ოცნებაში და ჩვენ გამოვლინდით როგორც რუსეთის ფარული თუ ღია აგენტები. და ესეთი, ახლა ამაზე აღარ არის ალბათ საჭირო, რომ მე თავის მართლებას არ ვაპირებ, ჩემი აგენტობა ალბათ არ შეიძლება მსოფლიოში ვინმე დაიჯეროს, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ბატონმა გიორგიმ ტყუილი მოიგონა და რომ ჩვენ ყველას დელეგაციას გვაქვს ხელი მოწერილი იმ ძირითად წინადადებებზე, რომელიც მოითხოვდა რუსეთის დელეგაციების პრეტენზიების ჩამორთმევას და შემდეგ ვაჩვენეთ, რომ პასეში ამ საპარლამენტო ასამბლეაში არსებობს კიდევ ესეთი წესი, რომ შეიძლება ინდივიდუალურმა დეპუტატმა რაღაც წინადადება შეიტანოს და რამდენიმე ადამიანს მოაწერინოს ხელი. და ეს უკვე იმის მიხედვითაა ვის ეცნობს უფრო და ის მეორე წინადადება, რომელიც იყო და რომელზეც მართლა არ აქვს მე ქალბატონ ეკა ბესელიას და ასევე თინა ბოკუჩავას ხელი, ის უკვე იყო კიდე დამატებითი წინადადება, რომელიც ვისაც უნდა იმ ადამიანს იმას მოაწერიებს ხელს, მაგრამ ძირითად მოთხოვნაზე ყველას ხელის მოწერა იყო. ბრალდებას გიორგი კანდელაკმა უპასუხა და მთავრობა არაკოორდინალურობაში დაადანაშაულა. კონკრეტ გავხსენებ პასუხს, ხალბატონო გუგული, თქვენ წანდებით იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელიც გამოუშვა რუსეთის ჯაშუშები, რომელსაც დაუგროვდა უკვე უზარმაზარი ბატონი შკირნიკოვის სხვათა შორის, რომელსაც დაუგროვდა უზარმაზარი რაოდენობა
საქართველოს ინტერესების საზიანო საქციელისა და როცა მე იმ სიაში ვერ ვნახე თქვენი გვარები, ჩემი რეაქცია იყო საკმაოდ ბუნებრივი და ისიც უნდა აღნიშნოთ, რომ არაკოორდინირებულობის ბრალე, როცა თქვენ თურმე მოგიწერიათ და ჩვენ ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდეთ, ასე რომ თქვენ მზადებით ის იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, რომლის ლიდერსაც პრემიერ ღარიბაშვილს მიუნხენში მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ დაუკრა ტაში ბატონმა სლუცკიმ, იქ ვიყავი, ძალიან კარგად მახსოვს და ეს რეაქცია იყო სრულიად ბუნებრივი, ასე რომ მოგიწოდეთ, რომ არ გადააჭარბოთ თქვენს შეფასებებში. როლანდ ახალაია პროკურატურის მუშაობას აკრიტიკებს და აცხადებს, მე იმუნიტეტი არასოდეს დამჭირვებია, ჩემი იმუნიტეტი ჩემი სიმართლეა. მე ჩემი ცხოვრება მივლია ისე, რომ მე იმუნიტეტი არასდროს არ დამჭირვებია, ჩემი იმუნიტეტი არის ჩემი სიმართლე, უკვე 18 თვეა ჩემი უფროსი შვილი ზის ციხეში სასამართლოს გარეშე. არავის ეს არ გაინტერესებს. თქვენი უფლება და დამცველი ერთ-ერთი, რომელიც გამოირჩევა ხშირად ტელევიზიებში გამოდის, იძახის, რომ მე არ მაინტერესებს ახალაია დაუმტკიცებენ თუ არ დაუმტკიცებენ დანაშაულს. ის უნდა იჯდეს იქ. თქვენ ამას შვილად ხდებით. ეს რაც პროკურატურაში ხდება, ეს ერთ-ერთი თქვენი უმოქმედების შედეგიც არის. თქვენ პროკურატურა გამოიყვანეთ საკანონმდებლო ორგანოს კონტროლიდან. დღეს საუკუნის დანაშაული ხდება ქვეყანაში. მე ამას გეუბნებით, გავათრო და თქვენ თვითონ ნახავთ, შეიძლება თქვენ ისეთი გონიერი ადამიანი ხართ, დღეს ყველაფერს კარგად ხედავთ, მაგრამ რაღაც მომენტების გამო თავს იკავებთ და ეს თვითონ თქვენ გამოგაშენებთ სულ სიტუაციაში. სესიაზე განცხადებების დასრულების შემდეგ დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული კანონპროექტები განიხილეს. პარლამენტის სესიაზე დეპუტატებმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს. კანონპროექტის მიხედვით ამომრჩეველთა ერთიან სიაში აღარ შევა იმ პირთა მონაცემები, რომლებსაც არ აუღიათ დანიშნულ არჩევნებამდე იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი. თუ არჩევნების დღემდე არ აუგვიანეს მე-11 დღისა რეგისტრაციას არ გაივლიან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, ასევე ხდება მოქმედი საარჩევნო კოდექსის ერთ-ერთი გარდამავალი დებულების ამოღება, რომელიც ფოტოსურათებიან საარჩევნო სიასთანაა დაკავშირებული. კანონპროექტი მიზნად ისახავს საბოლოოდ იმ დეტალების დაზუსტებას, რაც აუცილებელია არჩევნების სრულყოფილად ჩატარებისათვის. მე პრინციპების დონეზე აგეხსნით ძირითად სიახლეებს. სიახლე ეხება პირველ რიგში საუბნო საარჩევნო კომისიების მოწყობის თემას და მის დაფინანსებას ბიუჯეტიდან. თქვენ მოგეხსენებათ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები ასე ვთქვათ, იქნება საარჩევნებამდე 60 დღით ადრე პერიოდში, მაგრამ საარჩევნო კოდექსის 58 მუხლით გათვალისწინებული ასე ვთქვათ, ვალდებულებების შესრულებისათვის შესაძლოა მათთვის არც გამოყოფილი თანხები არ იყოს საკმარისი, ამიტომაც კანონპროექტი ითვალისწინებს მათი დაფინანსების შესაძლებლობას. მეორე ასევე მნიშვნელოვანი და პრინციპული ცვლილება მდგომარეობს იმაში, რომ მეორე ცვლილება უბრალოდ ეხება საარჩევნო სიებს და კანონი განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, რა შემთხვევებში შესაძლებელია, რომ საარჩევნო სიას არ დაერთოს ამომრჩევლის ფოტოსურათი. ეს არის გამონაკლისების სახით დადგენილი შემთხვევები და მესამე საკითხი ეს არის კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის პროცედურები. შემოთავაზებული ცვლილების, ასე ვთქვათ, ინიციატორი იყო ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელსაც დაასაბუთა, რომ აუცილებელი იყო უფრო დეტალურად დაგვერეგულირებინა შემთხვევები, როდესაც რეგისტრატორი ვერ ახდენს, ვთქვათ, ამომრჩევლის მისი პირადობის მოწმობაზე არსებული ფოტოსა და სიაში არსებული ფოტოების იდენტიფიცირებას. სურათებიანი სიისთვის არავის არ მიუნიჭებია, არც ერთი პარტია გარდა ქართულ ოცნებაში შემავალი პოლიტიკური გაერთიანებების არ ითხოვდა, რომ რაიმე ფორმით ეს სურათი იყოს დაფიქსირებული. ის, რასაც ჩვენ ახლა ვეძახით ვერიფიკაციას, რომ აი სურათს დახედავს ადამიანი უბნის უბანში კომისიის წევრი და შეხედავს პიროვნებას, ეს არის თურმე ვერიფიკაცია, ცოტა ხელოვნური გვეჩვენება და ამიტომ არასწორი იქნება თუ ეს ასე ვთქვათ, ვალდებულება ვიღაცას, არა თქვენ ამ შემთხვევაში ვიღაცას უნდა გაასაღოს, რომ აი ინტერფაქციული პარტიების მოთხოვნა და ამ შემდეგ. არც ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას ეს მოთხოვნა არ ქონია.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. პროექტის ფარგლებში სოფლების ქვედა საქარასა და ქვედა საზანოს 14 კილომეტრიანი მონაკვეთი მოწესრიგდება. აღნიშნული გზა ზესტაფონის, ჭიათურისა და თერჯოლის სოფლების დამაკავშირებელია და იგი ბოლო 10 წელი არ შეკეთებულა. მიმდინარე სამუშაოებზე 70 ადამიანია დასაქმებული, მათგან 25 ადგილობრივია. გზის საფარის მოწესრიგება სავარაუდოდ ივნისში დასრულდება. ზესტაფონის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა მაჟორიტარ დეპუტატ გოგი ქავთარაძესთან ერთად დაათვალიერა. რაიონებში სხვადასხვა უკვე დაწყებული საპროექტო სამუშაოების მონახულებას ჩვენ ავიღეთ პრინციპად, რომ არა დასრულების დროს, არამედ მიმდინარე პროცესშიც მივიღოთ მონაწილეობა, რომ სწორად იყოს უზრუნველყოფილი როგორც ხარისხის დაცულობა, ასევე ვადები, რაც დღეს აშკარად გამოჩნდა ზესტაფონის კულტურის სახლის მაგალითთან დაკავშირებით, ხოლო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროექტზე დღეს მართლაც წარდგენას, ვინაიდან აქ არის რაღაც 4 მნიშვნელოვანი ფაქტორი. მნიშვნელოვანია, რომ გზის საფარი გაკეთება შერეული კომპოზიციით, ეს იქნება ბეტონის საფარი და ზედ მერე ასფალტის ზედაპირი, რაც მნიშვნელოვნად აუნჯობესებს როგორც ხარეს, ასევე მისი შესრულების ვადებს და რაც თავარია მის მომსახურების ექსპლუატაციის ვადებს შემდგომში. ჩვენ ახლა ვიმყოფებით საქარას საზანო ქვედა საგანოს გზაზე. ეს არის 14 კილომეტრიანი გზა. ნახეთ, სამუშაოები ძალიან მაღალ დონეზეა ჩატარებული, სანიაღორეებია, აქ ბეტონი დაიგდება და ადგილ-ადგილ იქნება ასფალტი. პარტია თავისუფალი საქართველოს წევრმა ვეფხია მიქაუტაძემ ბრიფინგი გამართა და ტოლთა და განსახლების მინისტრს დავით დარახველიძეს მიმართა. მიქაუტაძის განცხადებით უკვე წლები არაც დევნილთა ბინებით დაკმაყოფილება მიმდინარეობს, თუმცა ის ამ სიაში ვერ ხვდება, რასაც პოლიტიკური ნიშნით დევნას უკავშირებს. ვეფხია მიქაუტაძე სამინისტროსგან რეაგირებას ელოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმის აღძვრას სტრასბურგის სასამართლოში გეგმავს. მიმდინარე წლის 4 აპრილს მოხდა ჭავჭავაძის 42 ნომერში ბინის განაწილება და სამწუხაროდ მე არ მოხვდი ამ სიაში. მე მოვითხობ დაუყოვნებლივ მოხდეს ჩემი შეყვანა ჭავჭავაძის 42 ნომერში. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ვაპირებ მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს. საქართველოს მასშტაბით დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია იწყება იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებმაც რეგისტრაციის გავლა ძირითად ვადაში ვერ მოახერხეს დევნილთა სამინისტროს უნდა მიმართონ. რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა, რათა მათ დევნილის სტატუსი არ შეუწყდეთ. იმ დევნილებს, რომლებსაც არ გაუვლიათ დევნილთა 2013 წლის რეგისტრაცია, სპეციალურად მათთვის სამინისტროს მიერ დაინიშნა დამატებითი დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია, რომელიც დაიწყო 15 აპრილს და გაგრძელდება მიმდინარე წლის 1 ივნისამდე. ყველა ზემოთაღნიშნული დევნილი უნდა გამოცხადდეს ქალაქ თბილისში სამინისტროს შენობაში მისამართზე თამარაშვილის 15-ა. ადგილობრივი თვითმმართველობის საჩუქარის სპორტსმენებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი მთასვლელებს ესტუმრა და საჭირო ინვენტარი მიუტანა. მათ მთავრობის მიმართ გამოთქვეს სურვილი ქალაქში ალპინიადის მოწყობის, რათა სპორტსმენებს საშუალება მიეცეთ საკუთარი ძალების რეალიზაცია შეძლონ. მსგავსი აქტივობა სპორტის სხვა სახეობისთვისაც გაიმართება და უახლოეს დღეებში ფორმები გადაეცემათ. ძალიან ბევრი სპორტის სახეობაა, რომელიც ქუთაისში ბიუჯეტიდან ფინანსდება, თუმცა წინა პერიოდში სამწუხაროდ ამ ინვენტართან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემები იყო, არის მოძველებული. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ წლის დასაწყისში, რომ სხვადასხვა სახეობისთვის დღეს სამბოს გადავეცით ფორმები, ძალიან მაღალი ხარისხის. ეხლა ვიმყოფებით ჩვენ და მთასვლელებთან, მათ რაც ჭირდებათ, ეს იქნება კავები, იქნება კარვები, საძილე საშუალებები და სხვადასხვა რუგზაკები და ასე შემდეგ. საკმაოდ მაღალი ხარისხის გადავეცით და ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი, ტენდერები გამოცხადებული, სხვადასხვა სახეობებში დაახლოებით 10 სახეობაში კიდე იქნება. ვფიქრობთ, რომ წელს კიდე დამატებით იქნება მეთეორებისათვის შეძენილი ინვენტარი. დაახლოებით რამდენიმე დღეში ჩვენ ინვენტარს გადავცემთ ველომბოლელებს, ანუ შევიძინეთ 15-მდე ახალი ველოსიპედი და გადავცემთ სკოლას, ასევე იგეგმება სპორტული ინვენტარის გადაცემა ბერძნულომაური სახეობის მოჭიდავეებისათვის, ასევე ჯუდოისტებისათვის შევიძინეთ კიმონოები. ჩვენ არ გვინდა რომ ეს სახში იყოს და დადობილი იყოს. ჩვენ უნდა რომ ალპინიადები გავიგეთონ იგივე მომავალი თაობის გაზდაზე. იქნება საუკეთესო რომ ეს ახალგაზრდები ადრე ვაკეთებდით. 2 წელიწადი ეს ჯერჯერობით გაჩერებულია და ჩვენ თხოვნა ეს იქნება რომ სახში დაწყობილი არ ქონდეს. რაც შეიძლება დავტვირთოთ საჭიროებად და მოგეხსენებათ 3 ევერესტელი ყავს ქალაქს.
უძლიერესი გუნდი ყავდა ქუთაისს, მთელ საქართველოში ცნობილი იყვნენ და მინდა რომ ეს ტრადიციები გავაგრძელოთ. შეთამურღულია მე-17 სასპორტო სკოლასაც ესტუმრა და ქალაქის სამბოს ნაკრების წევრებს ფორმები გადასცა. სპორტსმენები ამ სახეობაში წარმატებით ასპარეზობენ, ისინი მორიგი გამარჯვებისთვის იბრძვიან. სამბოს სახეობა არის ერთ-ერთი პროდუქტიული სახეობა ქუთაისში და მარტო ქუთაისი არ ვსაუბრობ, ეს საქართველოს მასშტაბით არის ერთ-ერთი წარმატებული ქუთაისის სკოლა და თქვენ წარმოიდგინეთ მსოფლიოში ქართული სკოლა არის ერთ-ერთი წარმატებული. ამიტომ მინდა აქედან გამომდინარე ყველა მიცოდეს რომ ქუთაისის წვლილი სამბოს განვითარებაში არის ძალიან დიდი და ამ სკოლას სჭირდება მართლაც მეტი ყურადღება. ფორმები ქონდას, რა თქმა უნდა, უფორმოდ ვარჯიში ხო შეუძლებელია, მაგრამ ეს ახალი ფორმა, რომელიც შეგვიძინა მერის ხელმძღვანელობამ, სპორტის სამსახურმა ყურადღება ძალიან დიდი არის, რისთვისაც უღრმესი მადლობა. ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით უახლოეს დღეებში ფორმები და ინვენტარი სპორტის სხვადასხვა გუნდებსა და ნაკრებებს გადაეცემათ. პატარა ერის მრავალსაუკუნოვანი ენა, რომელმაც ჟამთაცვლას ამაყად გაუძლო ქართული ენისადმი მიზღვნილი ღონისძიება დღეს ანდრია რაზმაძის სახელობის 51 საჯარო სკოლაში გაიმართა. მერვე დ კლასის მოსწავლეებმა დედაენაზე დაწერილი ლექსები და ჩანახატები წაიკითხეს. ასევე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი 1978 წლის მოვლენების შესახებ, როდესაც მშობლიური ენის დასაცავად ქართველებმა ერთხმად გაილაშქრეს. არა მზეებ ღვინათ, არა გუშინ გაჩთი თვალისშინათ. არამედ მზის ამოეთერ ცხინვად 26 კლასისათვის უცხო არ არის ასეთი თემატური ღონისძიებები. დღესაც ვფიქრობთ რომ თავი გავართვით, მოვეფერეთ ჩვენს მშობლიურ ქართულს, შევეცადეთ გვეგრძნობინებინა ჩვენი მაყურებლისათვის, რამდენად გავითავისეთ, როგორ მივედით ქართულ სიტყვასთან, გავიგეთ ქართული ენის და ძალიან ბევრი მასალა მოიძიეს მოსწავლეებმა ქართული ენის ისტორიული გზის შესახებ, როგორ დავიცავით მე-20 საუკუნის მიწურულში 1978 წელს ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეს და მე ვიმედოვნებ რომ ალბათ არ დადგება ჟამი, თორემ ჩვენი მოსწავლეები და თაობები ალბათ კიდევ ერთხელ ხმას აიმაღლებენ ქართული ენის ეროვნული ინტერესების დასაცავად. დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო თითოეული ჩვენგანისთვის, რადგან კიდევ ერთხელ მოვესიყვარულეთ, მოვეფერეთ ჩვენს მშობლიურ ქართულ ენას. ამის გამო მადლობა მინდა გადაუხადო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს ბელა დურგლიშვილს, მოსწავლეებს, რომელთაც გაისიგრძე განეს გულით, სულით გამოხატეს ის დიდი სიყვარული, მართლაც უძვირფასესი საუნჯის მიმართ თითოეული ჩვენგანისთვის ქართულ ენას. მე კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო თითოეულ ჩვენგანს 14 აპრილი ქართული ენის დღე და ვისურვოთ რომ ჩვენი ენით ყოველთვის ვიყოთ საამაყოდ და გახარებული.